რა არის ავტომობილის ცხენის ძალები, ბრუნვის მომენტი, ანუ ძალის მომენტი, რომელი უფრო მნიშვნელოვანია და როგორ იზომება ისინი. დავიწყოთ ბრუნვის მომენტით. წარმოვიდგინოთ, რომ გვინდა გადაუჭიროთ ბოლტს ქანჩით. თუ ქანჩის სიგრძე არის 1 მეტრი და მის მეორე ბოლოს დავაწვევით 100 გრამის ძალით, რადგან დედამიწაზე სწორედ 100 გრამი აწვება 1 ნიუტონის ძალით. ბოლტზე ჩვენ მივიღებთ 1 ნიუტონ-მეტრ ბრუნვის მომენტს. თუ ქანჩის სიგრძეს შევამცირებთ 10 ჯერ, ის გახდება 10 სანტიმეტრი და დაწოლის ძალას გავზრდით 10 ჯერ, ანუ ის გახდება 1 კილო. ბოლტზე ჩვენ მაინც მივიღებთ 1 ნიუტონ-მეტრ ბრუნვის მომენტს. აქედან გამომდინარე გამოდის, რომ პერკეტის მანძილი გამრავლებული ძალაზე არის ბრუნვის მომენტი, ანუ ძალის მომენტი. თუ ქანჩს ჩავანაცვლებთ ძრავის ლილვით, წონას კი პორშნით, მივიღებთ იგივე ბრუნვის მომენტის მექანიზმს. ბრუნვის მომენტი ძრავში იზრდება წვის დააფეთქების ძალის გაზრდით, პერკეტის მანძილის გაზრდით, ცილინდრის მოცულობის გაზრდით, ან უბრალოდ პორშნების რაოდენობის გაზრდით. რაც შეეხება ცხენის ძალებს, ანუ სიმძლავრე, სამუშაო გაყოფილი მის შესრულების დროზე. ერთ ცხენს ერთ წამში და 1 მეტრზე შეუძლია 75 კილო წონის აწევა. სწორედ ეს არის ერთი ცხენის ძალა შოტლანდიელი ინჟინერი და გამომგონებლის ჯეიმს ვატის გამოთვლით. როდესაც ის მუშაობდა თავის ორთქლზე მომუშავე მანქანებზე და სჭირდებოდა შესადარებლად პირობითი ტერმინი. ანუ ცხენის ძალის ფორმულა არის ძალა გამრავლებული მანძილზე და გაყოფილი დროზე. და როგორ ზომავს დინამომეტრი ავტომობილის ცხენის ძალებს და ბრუნვის მომენტს. დინამომეტრი ადგენს დატვირთვას მბრუნავ ძრავზე და ზომავს მისი ბრუნვის სიჩქარეს. აღსანიშნავია, რომ ცხენის ძალები გაზომილი უშუალო ძრავზე და გაზომილი ბორბალზე ერთმანეთისგან განსხვავდება, რადგან ძრავიდან გამომავალი ცხენის ძალები გადაცემათა კოლოფის, კარდანის და რედუქტორის გავლის შემდეგ ცირდება. დინამომეტრიული სტენდი რეალურად ზომავს მბრუნავ მომენტს და შემდგომ მათემატიკური ფორმულით გამოყავთ ცხენის ძალები. სიმძლავრე, ანუ ცხენის ძალები უდრის მბრუნავი მომენტი გამრავლებული აბაროტებზე და გაყოფილი კოეფიციენტ 7025-ზე. და თუ გვინდა მივიღოთ კილოვატები, გავყოთ კოეფიციენტ 9550-ზე. და ბოლო-ბოლო რომელი ჯობია, მეტი ბრუნვის მომენტი თუ მეტი ცხენის ძალები. ეს საკითხი განვიხილოთ დიზელის და ბენზინის ძრავების მაგალითზე. დიზელს როგორც წესი აქვს მეტი ბრუნვის მომენტი, რადგან მისი შეკუმშვის ძალა და პერკეტის მანძილიც უფრო მეტია, მაგრამ აბაროტები ნაკლები. ბენზინის ძრავის ბრუნი უფრო სწრაფია, შესაბამისად ცხენის ძალაც მეტია. თუ თქვენ მოძრაობთ ტახომეტრის დაბალ და საშუალო აბაროტებით, ანუ ძირითადად ხართ ტახომეტრის ცენტრიდან მარცხენა მხარეს, გერჩინოთ ბრუნვის მომენტი, ანუ დიზელი. და თუ გიყვართ აგრესიული სიარული და გონკაობა და ტახომეტრი აკავთ მაღალ ბრუნებზე, ანუ ხშირად ხართ ტახომეტრის მარჯვენა მხარეს, თქვენ გჭირდებათ ცხენის ძალები, ანუ ბენზინის ძრავი. ამ ვიდეოში საუბარი იყო შიდა წვის ძრავებზე. რაც შეეხება ელექტრომანქანებს, ამაზე ცალკე თემა გვექნება. მეტი ვიდეოებისთვის გამოიწერეთ YouTube არხი.